მოგესალმები, დადგა სამშაბათი საღამოს ვის ნახევარი მეგახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო ყველა ის ადამიანი, ვინც ხართ პატიმრობასაშინა განსაკუთრებით უცხოეთში მყოფი ქართველი და ის ადამიანები, ვინც განსასწრებში ხართ და ვისაც გონიათ, რომ რაღაცა ვერ გვეშველა, რაღაცა არ არის საშველი რაღაცა, ხო? აი აუცილებლად ამასთან დაკავშირებით მინდა რომ მამა პეტრე ძინძიბაძე ყავს სტუმრად ადამიანი, რომელიც ძალიან გვახარებს ხოლმე. მისი სტუმრობით დაგლოცით მამაო და დიდ მადლობას გაგახაროთ და დიდი მადლობა მოწვევისათვის. დიდი მადლობა თქვენ პირიქით და მამაო რამდენ ადგილას გვეხმარება ღმერთი ადამიანებს და როგორ თან გვიდგას ხოლმე რაღაცნაირად გასაჭირში თუ გამოიხედები აუცილებლად ადამიანი მიხვდება რომ მასთან ერთად ღმერთი არის და იმ ღმერთის ძალას ხვდება მამაო და თუ შეიძლება მამაო აი როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი რომ მასთან არის ღმერთი და არ ტოვებს იმიტომ რომ ძირითადად ჩვენი ტკივილის რაღაცნაირად ბოლო მაინც ის არის რომ გონია რომ რაღაც არ ღმერთმა დაგტოვა რაღაც ან ბოლოტმა რომ ეს გვათქმევინოს ყოველთვის რა რომ აი უღმერთოდ ხარ მარტო ხარ დატოვილი და შენ მოგერები აი როგორ უნდა გქონდეს ღვთის იმედი თუ შეიძლება ღმერთმა დაგლოცო დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისათვის ძალიან საინტერესო საკითხია და არსებითი საკითხია პირველ რიგში გვახსოვდეს რომ ამ ქვეყანაზე რომ მოვედით მოგვავლინა ღმერთმა და სულ თან გვდევს მისი წყალობა. აქ არის ერთი ნიუანსი, რომ ჩვენ კი ვართ მოგვიყვანა ღმერთმა პატივი გვცა, პირველი ნაბიჯი მან გადადგა, მაგრამ მერე ჩვენ გავიწყდება ხოლმე, რომ ჩვენც უნდა გადავდგათ ნაბიჯი. მადლიერება გამოვხატოთ, მადლობა უთხრათ, აბა წარმოიდგინეთ, ყავს შვილი. ვაჭმევთ, ვასმევთ, ვაცმევთ, ვასწავლით, ვეფერებით, კურნალობთ და მადლობასაც არ გეუბნება. ერთხელაც ხო მაინც უნდა გითხრას მადლობა. ხო და აი მაგაშია საქმე, რომ გავიწყდება და ჩვენ გონია, რომ აი მაგრები ვარ და ჩვენ ამის უკეთესი გვეკუთვნის და უკეთესი გვინდა და აი რა არის ეს არის ჩვენი ადამიანური სისუსტეები. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ქვეყანაზე ხო ჩვენთან არის ღმერთი. იმ ქვეყანაზე ჩვენთან არის. ჩვენთვის გაყოფილი ეს ქვეყანა და ის ქვეყანა, მაგრამ ღმერთისთვის არ არის გაყოფილი. მთლიანია თელი სამყარო მისი. იქაც გვეხმარება, ჩვენ ხო ლოცულობთ მიცვალებულებისთვის. ხო რაღაცებს ვაკეთებთ, რაღაც ეკლესიამ დაგვიტოვა, გვასწავლა და აი ამის გარეშე შეუძლებელია. და ჩვენ მადლიერება უნდა გამოვხატოთ. მადლობ შენ უფალო ღმერთო ჩვენო. აი მე ადრეც მithქვამს და კიდე გავიმეორებ სიტუაცია მოიტანა და არ გავიმეორო არ შეიძლება. როდესაც ბავშვი მოყავთ ტაძარში პატარა. ესე იგი, მოდი ვთქვათ, პირველ არის ლოცვა მშობიარესაზე და მშობიარობის დროს იკითხება ლოცვა. მერე მერვე დღეს იკითხება მერვე დღის ლოცვა ბავშვის. მერე მე-40 დღეს დედის განწმენდის ლოცვა და ბავშვი მოყავთ ტაძარში და იქ არის პატარა ერთი ფრაგმენტს გეტყვით. ესეც ვეუბნები ჩვენ მღვდელი კითხულობს ამას. მადლობ შენ უფალო ღმერთო იმისათვის რომ აი ამ ყრმას მიეცი ხილულის ხილვის უფლება. გევედრები ისე წარმართო მისი ცხოვრება, რომ უხილავის ხილვის ნებაც მიეცი. აი ამ პატარა ერთ რამდენიმე წინადადებაში თელი სამყაროს ფილოსოფია ჩადებული რომ ჩვენო ღმერთზე ვარ დამოკიდებული და ღმერთი გვაძლევს, ღმერთი გვართმევს. ვაჟა ამობს ბუნება მბრძანებელია იგი მონა თავისა ზოგჯერ სიკეთის მქნელია ზოგჯერ მქნელი ავის მქნელი კი არა ჩვენ არ გვაწყობს ხოლმე ესეთი რაღაცეები ჩვენთვის არასასარგებლო ბრჭყალებში შეიძლება ზოგჯერ ერთი მოხუცი ბერისთან ურთიერთობა ადრეულად საქშიჩემ მოღვაწეობისა ესეთი რაღაცა თქვა და დამამახსოვრდა მე რომ უფალო აი შენი სასჯელით მაცხოვნე მეო დაუკვირდით ანუ მოწყალება არ მინდა არა ესე იგი მე დამსაჯე მაგრამ საბოლოო ჯამში მაცხოვნე იმიტომ რომ მან იცის ამ ბერმა იცოდა და ვიცი ჩვენ თითოეულმა რომ
რა გავაკეთეთ კარგი, რა გავაკეთეთ ცუდი. ხო, თელი ცხოვრება ჩვენთან არის. ის ხარ დაგვავიწყდება. თითოეულ ადამიანს პატარა ბავშვობიდანვე მისი ცნობიერების ჩამოყალიბებიდან აზროვნების ყველაფერი გვახსოვს. შეიძლება რაღაცები მივიწყებული გვაქვს, მაგრამ თუ საჭირო იმასაც გავიხსენებ და მან დაინახა რომ რაღაცები მთლად ისეთი ვერ არის და ამიტომ შესთხოვა ღმერთს კი მაცხოვნე, მაგრამ აი თუნდაც დამსაჯე. ესე იგი ფსალმუნებში არის 7 გზის გამცადე და გამომახურვე მეო. ესე იგი აი როგორც მჭედელი ახურვებს თავის რკინას რომ გამოჭედოს და ფოლადი მიიღოს, აი ესე უნდა გამოგცადოს და გამოგუჭედოს. აი ამისთვის ხდება ხოლმე ხანდახან რაღაცა მტკივნეული რაღაცეები, რომელიც ჩვენ ცხოვრებაში გვხდება, მაგრამ აქ არ უნდა დავყაროთ ფარხმალი. რა თქმა უნდა. კაცი რომ მიდის გზაზე, ალაფეხი გაუცურდება, ტალახში ჩავარდება, ან ბოდიში და ნეხში ჩავარდება, იქ ხო არ უნდა იჯდე. უნდა ადგე, გასუფთავდე, როგორ წახვიდე სახში დაიბანო. ასე ადამიანები შეგეშალა რაღაცა? მოინანიე, გამოასწორე, გამოისყიდე. მიდი ადამიანთან, რომელსაც გული ატკინე, რომელსაც რაღაცა შენდა უნებულად აწყეივინე და უთხარი იცი რა მაპატიე ბოდიში და აი ეს არის ქრისტიანობა, ის კი არ არის რომ აი სამართლები დაანთო, მერე წახვიდე ცხარი დაკლა და მაგრად იქე. ესეც საჭიროა გარკვეულ დროზე, იმიტომ რომ ადამიანმა უნდა ჭამოს, უნდა რაღაც რიტუალი შეასრულოს, მაგრამ თავარი არსი არის პირველადი საკითხები, არის მეორადი საკითხები, არის მესამედი საკითხები და ესე იყოფა და ამიტომ ის პირველადი საკითხები უნდა შესრულდეს. სამხედროში იციან ხოლმე სტრატეგია, ტაქტიკა და ტექნიკა. სტრატეგიაში უნდა იყოს სწორი, მერე ტაქტიკაში უნდა იყოს სწორი, მერე ტექნიკაში უნდა იყოს სწორი. ხან არის ხოლმე რომ ყველა და ყველაფერი თითქოს შენ წინააღმდეგ მოდის. აი ეს აი რისი ის არის, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე რომ აი მართლა მოდის ეს ისა რა ქვია ბრძოლები ისინი, მაგრამ ნუ რა აი ღმერთის ძალას მანდ წეღანას ვთქვი რომ მაშინ კი გძნობს ხოლმე ადამიანი რომ რამხელა მფარველი ყავს, თორე ესენი თლიანად გადაგივლიდან. ამ შემთხვევაში მამო აი როგორ უნდა რასთან არის ეს აი ეს წამოსვლები მაგალითად აი კაი ადამიანი ხარ და მაგიტომ გებძვიან ის რომ მოგშალონ სიტყვაზე და რომ მათიანი გახდე მაგიტომ გებძვიან მათ რო დაგიმსგავსონ გამოცდა თუ რა არის იმიტომ რომ ფაქტია რომ მე შემდგომ თუ ღმერთს მიმართავ აუცილებლად ესენი რაღაცა ნაწილაკებად იშლებია და მტერი საერთოდ უფასურდება და ქრება აი რამდენჯერ აი ღმერთით მithქვავს აი მეთქი აი წმინდა ნიკოლოზ ანუ უფალო ის აი გეხვეწები შენ დამილაგე და ისე დალაგებულა გეფიცებთ ყველაფერს მე რო ვფიქრობდი იმაზე უკეთესად ხო აი ეგრეც რო არ გინავთ მათ რო დალაგდეს თუ შეიძლება მამო აი კი გასაგებია ხო წმენას ხო ძალიან ბევრი რაღაც შეუულია მაგრამ თან აი ეს მტერი მამო კაი ადამიანებს საიდან უჩნდებათ მამო აი იგივე უწმინდეს ეკლესიას მხლებს ვისაც სიკეთე უნდა იმ ადამიანს რატო უჩნდება ესეთი რა არის იცით აქ არ შეიძლება იყოს ერთი ცალსახა პასუხი დიახ ბევრი პასუხებია ბევრი სიტუაცია ერთ-ერთი მაგალითი იობმა რა დააშავა არც არაფ გამოცადა ღმერთმა აბა როგორ გადაიტანა პრობლემას აი გამოგცდი და რო გამოცადა და ჩააბარა გამოცდა მერე მოწყალება მოიღო ღმერთმა რომელიც ჩააბარო მამო გამოსა თვითონ მოდის და მაინც გეხმარება არა აი ხო არის რომ სასწარკვეთილი ხარ და მართლა აღარ გჯერა რომ ღმერთის და მამები განმარტავენ და ამობენ რომ ადამიანს არ მოულენს იმაზე დიდ განსაცდელს რასაც ის ვერ მოერევა ხო აქ არის რომ გაჩერდე დაფიქრდე ისევ ღმერთს შესთხოვ დახმარება და დაძლევა ამ დახმარებას აი მე ერთ მაგალითს გეტყვით ეს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მოხდა მეუფე დავითი იყო აფხაზეთის მიტროპოლიტი და მისი ახლო ნათესავი დიშვილი თუ მოკლედ ოჯახის ახლო წევრი დაიჭირეს რაღაც ახალგაზრდა ბიჭი დაიჭირეს და მეუფე დავითი მივიდა სიონის წმინდა ნიკოლოზის ხატთან ნამდვილი ამბავი ნამდვილი მივიდა და კადნიერად
4 ვიცი. გაგახსენდათ? კიდე გავიმეორებთ ახლა ჩვენ ტელემაყურებლებისთვის. შენაო მიტროპოლიტი ახარო ეპისკოპოსი, თავარ ეპისკოპოსი და მე მიტროპოლიტი ვარ და გიბრძანებ გამოაშვებინო ჩემი ისაო და მართლაც მე-13 დღეს გამოუშვეს ეს ახალგაზრდა კაცი. და ვერავინ ვერ გაიგო, ან რატო დაიჭირეს? ან რატო გაუშვეს? და მიხვდა მეუფე რა. მივიდა დაუჩვექა ბოდიშვიხტიო. ამან წინა ნიკოლოზ. ხო, თქვენ წინაშეო ჩემი კადნიერებისთვისო. რა არის იცით? ზოგჯერ ადამიანს გადავამატე რაღაცა, მაგრამ რა არის იცით? ეს ცხოვრება თავისებურად ლამაზიც არის ამითი. სუყაბა წარმოიდგინეთ ყოველ დღე ერთი და იგივე რო აკეთო, ერთი და იგივენაირად იყვეს. ეს ფოჩი იგზნობა ღვთის თანად. რა არის იცი? ამაში მწიფდებით. ხა? ახლა წარმოიდგინეთ რომ ბაღი გვაქვს და ხილის ბაღი და სულ მზე იყვეს, ხო, გაახმო ყველაფერი. ან სულ როწვიმა იყვეს. დალპება, ხო? ხან მზეა, ხან წვიმა, ხან ქარია, რაღაცა და ამ პერიოდში მწიფდება, ისე მწიფდები ჩვენც. ხილივით ისეთი. და მე ჩვენი ნაყოფით, აი ამ ნაყოფით, რომელიც მოვიმკეთ, რომელიც დავიმსახურეთ, ამით ვცხონდებით, ან არ ვცხონდებით, მაგრამ რა არის იცით, ისე აქ არის ისე მთავარი, რომ ჩვენი თავი უნდა ვაკონტროლოთ. ჩვენ არ ყველანაირ ქარიშხალში. ყოველთვის. ყოველი წუთი აი სწორად უნდა ატარო. ძველად თქმაში ფსალმუნებში წერია, რომ საღამოსავ შენ თავსთანო. სარეცელზე. დიახ. გაასამართლე შენი თავი, გადახედე რა ქენი ვის გაახარე, ვის აწყეინე, ვის რა დაეხმარე თუ რაღაცა, ამით აკონტროლებ შენ თავს. და როცა მიშვებული გაქვს და არ გენაღულება, არ შენი თავი, არ სხვა, იმიტომ კი არ უნდა ყველაფერს თავი დამალე, იმიტომ კი არ უნდა გენაღულებოდეს რო სხვა. იმიტომ რომ შენი ქმედობა მისდამი მერე გამოიხატება შენთან, რასაც დასთეს. იმას მოიმკი. კარგი ხენი, ქვას დადევი, გაივლი და წიდან გხვდები. და ხან არის რომ კარგს თესავ და მაინც ვერ მოიმკი, იმიტომ რომ არა, არ არსებობს ეგრე. მე მაგას ვერ დამაჯერებს ვერავინ. როგორ კარგი გააკეთო და ღმერთი დაგსაჯოს ამ სიკეთით. არა, აბა, ღმერთისგან კი არა, ხალხთან ურთიერთობაში არა. ღმერთთან მიმართებაში კი არა. ბოდიში მე მაპატიეთ ჯერ ერთი ხალხი ცოტა რთული მცნებაა. ხო. ყველა როგორ შეიძლება ერთნაირად ფიქრობდეს. თუნდაც ოჯახში. აი 5-10 წევრი ყავს, 10 არ გვინდა. ერთი ასე ფიქრობს, მეორე ისე ფიქრობს, მესამე ისე ფიქრობს. ახლა ამ რაღაც თავარი არის მამო, რაშიც უნდა შევთანხმდეთ და ყველას უნდა გქონდეს ერთი აზრი რა. არა, ეგ შევთანხმდეთ არა ჩემი აზრში, ან შენ აზრში. უფლის აზრში უნდა შევთანხმდეთ. ჩვენ ერთი საზომი უნდა გქონდეს. საზომი უნდა იყოს და ეს არის მე ეკლესია და ჩვენ გვინდა ეკლესიიდან გავიდეთ და ისე შევქნათ. როგორ ფიქრობთ ახლა ის კანონები, რომელიც ეკლესიაშია და სახარებაშია და ბიბლიაშია, უფრო მდარია ვიდრე კონსტიტუცია, უფრო ჭკვიანურია? ან სისხლის სამართლის კოდექსი, ან ყველაფერი 10 მცნებაში, ყველაფერი ზნეობრივი და მორალური მცნებები, იმას თუ დაარღვევსიო, მე დანარჩენს გააკეთე. ეშმაკი ახალ ცოდვებს იგონებს, შენ იმას გამოულებს ცოდვებს. საბჭოთა პერიოდში თუ არ ვცდები, სისხლის სამართლის კოდექსში იყო დაახლოებით 240 მუხლი. მერე ისე განვითარდა. ხო, ეხლა მამაძაღლობა 10,000-ობით არის. არა, გეტყვი რამდენიც არის. მერე გახდა 240 აიყვანეს 500-ზე ავით. ეხლა 700 მუხლია. ეშმაკი ახალი ისეთ რამეებს მოიგონებს, ადრე არ იყო კაცო. ეხლა არის. ეს იმიტომ რომ ამაო ცოდვა დაიხვეწა და რაღაცნაირად გადიდეს. კი არ დაიხვეწა, ეშმაკი ვიყრის აკენკის და ჩვენ გონია რომ აი ახლა ამას რომ ამ ცოდვაზე რომ ამ საჯელს იმას ვიზამთ, ის გაქრება, არ გაქრება, ის კიდე მწიფდება და უარესი.
იცით რატო ამ ოფისის სიკეთეს არ დაგინახავენ თქვა იმით თქვი რომ ანუ აი მაცხოვარის ხო ვერ დაინახა ვერ იცნო და იგივე კეთილი საქმე რომელიც ღვთისგან არის აუცილებლად ადამიანები ვერ წვდებიან მამო ამ ყველაფერს ეხა ამაზე ჩვენ არ ვიდაოთ იმიტომ რომ ბევრი დრო წაგვერთმეო და თან ბოლოში დამთანხდები ვიცი და არ მინდა ამაზე რომ დრო დავკარგოთ ეხა ახალი კითხვა იმიტომ რომ ხო ნუ ეხა იგივე ჯვარცმაც სიკეთის არ დანახვა იყო ხო დიახ შენ გახარებას იმიტომ რომ ჩვენ რასაყარ ჯერ ჩვენ არა ვართ წიფეები ამის გაგებისთვის სწორია მამო ჩვენ ჯერ განვითარების გზაზე ვართ ჩვენ არა ვართ იმდენად განვითარებული იმდენად მორწმუნეები რომ ხო ამას ეს ყველაფერი კარგად ავიღოთ იმიტომ რომ აი მარტივი მაგალითი საზოგადოების დიდი ნაწილი ურწმუნოა ნაწილი მორწმუნეა ნაწილი კარგად მორწმუნეა აი სულ ყველა რომ მორწმუნე ვიქნებით მე აღარ იქნება პრობლემა არა ვარ ჯერად რა ვქნათ ხო მამო ერთი ადამიანი მეორეს რო უპირისპირდება მიზეზი რა არის მამო აი რატო აუმხედრა ერთი ადამიანი მეორეს ბოროტმა აი რა არის აქ დაშვებული და რა უნდა ისწავლონ მამო ეგოიზმი აი ხო კაინის და აბელის მაგალითი ეგოიზმი კაი ეგოიზმის და დახრევი მამო აი რა მხრივ არის აი რა სად უნდა გაშალოთ ეს აი თქვენ როგორ ვთქვი კაი ეგოიზმი არის მაგრამ იმის იქით მამო იმის იქით რა არის ეგოიზმი ვარა თქვენ რა უნდა ისწავლოთ აი ჯვარცმის მერე რა უნდა ისწავლოთ თქვენ რომ აი ამდენი ადამიანი სიტყვაზე ჯვარს გაცვამთ არა მე ვერ გავიგე კარგად შეკითხვა ვერ გავიგე მაგათ აი ცუდად რო ექცევიან კარგ ადამიანებს იმათმა რა უნდა ისწავლონ მამო ვაკედან აი როგორც ცუდ ადამიანებმა თუ კარგებმა კარგმა რა უნდა ისწავლოს მამო რატო ხდება ფიქრო ბევრი კითხვა ეგოისტია გასაგებია ის რო ეგოისტია მაგრამ მე რა დავაშავე კითხულობს და აი რატო უშავდებათ მამო ამათ აი არა რა არის რატო არის დაშვებული რატოა დაშვებული აქ ეხლა შე როგორ ფიქრობ ძალიან კარგად ეგ წერია იმაში ძველ აღთქმაში ისრაელი რო შეცოდავდა ღვთის წინაშე მაშინ მოუვლინდა მტერს და მაშინ მოვიდა ნაბუქოდონოსორი და კი ბატონო განადგურა აგენაცო კი ბატონო შენ ახლა ღმერთი ხო არ ჩამოა და დაგაყენებს კუთხეში და თიც დაგიგნებს ასე რატო ქენიო იმის ხელი ერთი მამაო მამაუკერ მიტროპოლისი იყო ეპისკოპოსი იყო მიტროპოლიტი იყო თუ არ ვწდები და აჰმადიანებმა და ეხლა უნდა დაგსაჯოთ შენო დაიჩოქა ამ ეპისკოპოსმა და მადლობა შენ უფალო ღმერთო ცოდის გამოსატყიდად ხო მადლობა შენ რომ აი მე ასე მეკცევი მე ვიცი და ამის აღმერე მეუბნო თქვენ გონია თქვენ შტერებო თქვენ ამიჯითო მეო არა თქვენ უფლის ხელშიო მათ რა ხიხართო მე ჩემი ცოდვები მიჯისო სუნა ვიცი ჩემი ცოდვები მიჯისო აი ზუსტად ეგ უნდა ხო აი ეს არის რა კაცო ის კაცი გამოგიგზავნა ღმერთმა იმიტომ რომ იმის საშუალებით შენი ცოდვის ის მიდის და გაფილტრა რა ხო რო დაგანახოს იცი რა იქით არ ადამიანი ავათ რატო ხდება მე გაგხადია ავათ პირდაპირ გეუბნება იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ავათ არის მე თავშეკავება აქვს უკვე მას ახალწოდას აღარ ჩადის გაჩერებული სანამ არ მორჩება იგივეა როცა დაჩაგრული ხარ დამონებული ხარ, გაჩერებული ხარ, გატრუნული ხარ, რომ კიდე არ მოგხვდეს უფრო. ხო, ეგრეა რა. და როცა კარგად ახარ და გონია რომ თქუდათ არ მიგაჩინა დედამიწა, მაშინ სისულელეს ჩადიხარ. აი ყველაზე დიდი პერიოდი მაშინ არის. როდესაც კარგად ახარ, მაშინა გაუფრთხილდე თავს. რომ სისულელი არ ჩაიდინო, ღვთის წინაშე არ შეცოდო, მოყვას გული არ ატკინო, არ წაართვა ღმერთი არ დაივიწყო. როგორ წარმოგიდგენია? მე ვერ რა ვქნა ახლა ფინანსებიც მისწავლია, ეკონომიკაც და რაღაცეებიც და მიტრილიარდერები ვარიან და მილიარდერები საიდან არის ვიღაცას მოატყუა წაართვა. და იმიტომ არიან ის ვიღაცას ხო წაართვა. და მე იმათ რა იმართებათ ხოლმე ბოლოს. დარჩებათ ის ოქრო ვერცხლი ქონება და
იმათ სანაგვეზე და ისტორია აი ალექსანდრე მაკედონელმა დაიჭირა ერთი მდიდარი კაცი. ხარბი კაცი იყო და რა ქნა იცი დასაჭო. დაადნო ოქრო და პირში ჩაასხა გაძეხიო. ხო და ახლა ცოტა თითქოს გადახვევა, მაგრამ რა არის იცი თავისი ვერ ძღება ადამიანი. მეორე იგავიარსებობს და ალექსანდრე მაკედონელზე ერთ კაცს უთხრა, აიო ირბინეო, რამდენიც გინდაო და აი ეს მიწას უშენი იყოსო და მირბის. ამდესაც გაირბენო, იქ მოგიხაზაო, ხო? წაიქს ადგება მე და აღარ შეუძლია და წაიქს აკვდება აღარ ესეც მეო. და მოკუთა. აი ადამიანის სიხარბეს არ აქვს საზღვარი. სიკეთესაც არ აქვს საზღვარი. ხო და ეს ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ ჩვენი თავი. ეხლა ამ ჩემ ხასიათს, ჩემ ცოდვა მადლს სხვა ხო ვერ გააკონტროლებს. უნდა დაუდო საზღვარი კაცო, მე ჭამო იმდენი, რამდენიც მე მჭირდება. ავიღო იმდენი, რამდენიც მე მჭირდება. რაც არ მჭირდება, სხვამაც ისარგებლოს. მაგრამ აი ესეც მე. ეხლა დღეს საქართველოში არის ესეთი სიტუაცია, რომ გაფორმება ხდება მიწების. მე ერთ-ერთ სოფელში ვცხოვრობ და ხალხს უყურებ და ვხედავ და მარტო იქ კი არა, ამ საკითხებს ვაგვირდები. ხალხი იფორმებს მიწას ძალიან ბევრს. მამა პაპას რო უწყეს ჩემი იყო, ის ჩემი იყო, მე ჩხუბობენ რაღაცა და მე ცინება ხო არც ერთს არ ამუშავებენ. აი რა თუნდა ეს მიწა? სიხარბე. ხო, აი ისიც მე რო დამჭირდეს? რო და რა უნდა გჭირდეს მომაწყონებო? თუ კი ვერ დაამუშავებ, თუ კი ვერ მოული. იგივე რაც ნიშნავს, იცი 20 ცოლი რო ყავდეს კაცსა და ვერც ვერ ულით. რა გინდა ეს ყველა ის ქონება, რომელსაც ვერ მოული, ხო? რომელსაც ვერ მართავ. ის ქონება გმართავში. ხო, აი უბრალოდ ძალიან მარტივია ეს ყველაფერი. გართულება ეს სიხარბეს მამა როგორ უნდა მოერიოს ადამიანს? ძირითადად ბევრი პრობლემები არის მაქედან გამოწვეული. ყველა ცოდვის რაღაცა ძირივით თითქოს სიხარბე არის ჩაქსოვილი. კი, ის რა არის? ჩვენ არ უნდა გავიდეთ ბიბლიიდან, სახარებიდან, წმინდა წერილი, ყველაფერზე წერია პასუხი. დიდარო შებრიყო ექონება შენი კი არ არის. მე მოსავლელად ჩაგაბარე. თუ კარგად მოულიო, ესე იგი აი იქ არის ხუთი ტალანტის იგავია. ისა. თუ კარგად მოულიო, გაგიმრავლებო. თუ არა წაგართმე ჩემი მოტაცემული არ არის, მართლა წეგერი. აი ბევრმა ახლა ჩვენს გარშემო არიან ადამიანები, იშოვეს უცბად, ააწყვეს კაი ცხოვრება, კაი ქონება, ყველაფერი და ტრახტა უცბად დაკარგეს. ჩათვალეს რა მაგარი ვარ და ესე მე მოვიპოვე. შენ კი არ მოვიპოვე, ღმერთმა მოგცა. მაგრამ შენ მადლობა არ უთხარი ღმერთს. არ დაეხმარე გაჭირებულს. ვერ მივხვდი რისთვის მოგცა. ხო. აი იმაში ახლა იგავს მოვიყვან. დიახ. სახარებაში არის ესე და ხშირად გაუგებარია ხოლმე ძირითადად საზოგადოებისთვის, თვითონ მრევლისთვისაც. ესე იგი უფალმა ბატონმა ერთ-ერთ თავის მოსამსახურეს დაავალა ქონების მოვლა. ულიდე ესა, ამან ეს ქონებები გასცა. მისცა ვიღაცეებს. ახლა ბატონმა მოსთხოვა, როცა მიეციოს დააბრუნება. ეს კაცი წავიდა მოსამსახურე და უთხრა, მოვიდა შენთან და გითხრა, შენ ხო წაიღე 100. მოიდა. 80 მაინც მომეციო. კიო და დაუბრუნა 80. მეორესთან მივიდა, შენ რო 50 წაიღე, 40 მაინც მომეციო. დაიბრუნა. 30 ვიღაცასა და დაიბრუნა და ეს რაც მოაგრო მიუტანა უფალს, ხო ნაკლები მიუტანა. არა მიუტანა. მიუტანა და უფალს მოეწონა მისი საქციელი.
და რატომ მოეწონაო? ყველა ამ კითხვას ვსვავს. ხო უნდა მიეტანა სიტყვაზე რა? ხო. რაღაც რაოდენობა, მაგრამ იმაზე ნაკლები მიუტანა. რატომ მოეწონა? აი, ერთადერთი იგავია, სადაც ლაპარაკი იმაზე, რომ აი, უფალს მოეწონა მისი საქციელი. რატო იცი? ამ ქონებისთვის და ამ რაღაცეებისთვის ის ხალხი არ დასაჯა. ამ მოსამსახურებ. მეორე იგავშია, რომ პირიქით რომ იმას რომ მოწონა. რატო არ მომეციო ესე და ამას აპატია და ამის ვალი რო სხვას ქონდა იმას არ აპატია. იმის მიათედი. ხო, ამიტომ დასაჯე მე ისიც, ხო? აი, აქ არის რა არის, იცი რომ ეს ჩვენი გაცემობა. ეგეც მოყევი მომო მეორე იგავი. კარგი, მოუყდეთ კარგი. სხვათა შორის. მეორე რომელიც არის რომ ამას ეპატია ამ ხელავალი და რომ გავიდა მისი ვალი სხვას ქონდა და იმის მიათედი ქონდა რაც მას აჩუქეს და არაპატია და მე მოთხოვეს ამას. შენ თუ იმას არ პატიობ, მაშინ აი ეს მამაო ცხოვრებისეული არის და თუ შეიძლება მამაო, აი ამას როგორ უნდა დაუკვირდეთ, რომ შირი შემთხვევა რომ ღმერთი რაღაცებს პატიობს, ვიღაცებიც პატიობენ რაღაცებს, მაგრამ ჩვენ აი ამ ხელობის ხას არ პატიობთ სხვას. ეგ ზუსტად ცხოვრების კანონია რა არის, იცი? ბატონმა მოთხოვა თავის მოსამსახურეს ვალი დაებრუნები. არა მაქვს და რა ვქნაო? ჩააგდო ციხეში და არა მაქვს და რა ვქნაო და შეეცოდა ბატონს გავსტადიო. ეხლა აქედან რომ გამოვიდა ამის ციხიდან, ამის ვალი სხვას ქონდა. იმას მოსთხოვა. მცირესი მამო. მაგას არ აქვს მნიშვნელობა. იმა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლა 1000-ს რო გაჩუქები და ვიღაცას 20 მეტრი რო აქვს ვალი და იმას მოდი ჯერ მანამდე მივიდეს. ამის ვალი ქონდა სხვას. ეს ვალი იმასთან შედარებით უმნიშვნელო იყო, კი ბატონო. ძალიან. ხო, მაგას და ამანა აიღო და შენ რო არა გაქო. დასაჯა და ციხეში ჩააგდო, მაგრამ იმ თავარმა ბატონმა რო გაიგო, რომ ემან როგორც სუდათ მოექცა შენ არ ყოფილხარ კარგი კაცო, მე ხო გაპატიე ბევრი, შენ რატო არ აპატიე ცოტაო. და ამისათვის და აი ეს რეალური ცხოვრებისეული მაგალითებია. ერთიც და მეორეც. აბა. ყოფილი ადამიანი, აი მე ბევრისგან გამიგია ჩემ ცხოვრებაში. მოვიდა კაცი, მთხოვა დახმარება და დავეხმარე. ბევრი ახლა რაც შემეძლო ხა ისეთი არაფერი იმაზე იყო ლაპარაკი. მე წავიდა ღმერთმა ხელი გავიდა დრო ვერ გადაიხადა ვერ აჩუქე. დაიკარგა. მე რა მოხდა ღმერთზე კი არ დაიკარგა რაღაცაში გააკეთა რაღაცა ვერ გააკეთა. სამაგეროთ მე სხვა მომცა იმაზე უფრო მეტი. ხო. ის არ იკარგება. ჩემი გამოცდა ჩავაბარე მე ამაში. მე ერთ-ერთ ინსტიტუტში მუშაობდი, საოცარ რამეს გეტყვით ახლა. და თანამშრომელი დახურული ინსტიტუტი იყო, შემოღობილი და იქ ვერავინ შედიოდა, მარტო თანამშრომლები. და მიდის ახალგაზრდა კაცი და დაინახა ბეჭედი იპოვა. ბეჭედი იპოვა ტერიტორიაზე. ოქროს ბეჭედი, საქორწინო ბეჭედი და ბრილიანტის ბეჭედი, ორი ბეჭედი. აიღო ჩაიდო ჯიბეში, ფიქრა რა ხსაწავიდა, წავიდა დირექციაში, მიდის გზაზე. ხედავს ახალგაზრდა ქალი მოდის ტირილით, რა მოგივიდა. რაიო და ახალი გათხოვილი ვარო და დავკარგიო ეს ბეჭედი ახლა სანამ ხელს შეეჩვა ეს ჩაულებრივი ამბავია ხოლმე ახალგაზრდა იხსნიან თუ რაღაცა თუ მოხდა თუ ისე და კარგა მოკლედ რა და ტირის ახლა იმისთვის ახლა ის არის თელი ცხოვრება საქორწინო ბეჭედი ბრილიანტის ბეჭედი რომელიც მოართვა მეუღლემ და იმისთვის არის და დიდი ის ამოიღო და მიც ეს არის გაიხარდა სიხარული წავიდა მაშინ ეს ხდება 80-იან წლებში და დინამოს სტადიონზე ათამაშებდნენ ხოლმე მანქანებს. დავიდა ფეხბურთზე საწაყურებლად. ახლა როგორ შენ არ გიფიქრია ამ წუთში რომ რეალის და ბარსელონას თამაშთო ისე იმას არ უფიქრა ის მოგება და ბილეთს ესე გათამაშება ხდებოდა ადგილის მიხედვით და ამ ადამიანზე მიჯი მოიგო 0-7. ამ კაც შეხვდა. მოიგო. ეს ღმერთმა შეამოწმა მაგისი ქმედობა. აბა რას იზავდა? ხო შენ ჩაედო ჯიბეში ერთერან ვერ გაიგებდა. იმან იპოვა, სხვა მიპოვა, იქ დაკარგა, აქ დაკარგა.
ამან კაცურად მოიქცა. გულწრფელად დაუფას. ხო და ღმერთმა დაუფა, ახლა ამის შემთხვევითი დამთხოვა შეიძლება მოხდეს? არა ხო? ასეთი შემთხვევებისგან შედგება ჩვენი ცხოვრება. ჩვენ ახლა ყველაფერს ერთმანეთს ვერ უკავშირებთ, მაგრამ რეალურად ასეა. კარგი ქენი, ქვასდადე, გაივლი და წინ დაგხვდება. დღეს არა, ხვალ არა, ზეგ არა, მოვა შენთან. აუცილებლად. ყველაზე მაგრა რო გჭირდება თან მაშინ მოვა. ხო, ხო, აი თავარი ეს იმედი კონდეს მამა. აქ არის ერთი ნიუანსი აუცილებლად უნდა ვთქვა. აი რო გადაიწურა ვიმეც რო მოყვასი ვერ გეხმარება. შენ ამის დაძლევის თავი აღარ აგაკ. აი ფარხმალს რო დაყრი და აღარ გენაღვლება რაც მოხდება. აი ზუსტად მაშინ ამოვა ნათელი და წყალობა ღვთისა. დაინახავ შენ უსუსურობას, შენ გულწრფელობას. და არ დაგღუპავს და არ გადაგაგდებს სანაქვეს. თუ გულწრფელი ხარ, რა თქმა უნდა, ხარ თუ მამა ძაღლობას ვთილობ, რომ ის რაღაცა სხვანაირად აინაზღაურა და ამთავრდა. მამა, როგორ უნდა გქონდეს აი ამდენი რწმენა და ამხელა იმედი ადამიანს, იმიტომ რომ შირი შემთხვევა ახონე მამაო, რომ ამის იმედი ადამიანებს გამქრალი აქვს, იმიტომ რომ დღევანდელი თუნდაც მორწმუნე მამაო, აი ესეთი ძლიერი არ არის, როგორც იყვნენ შუა საუკუნეებში და ასე შემდეგ, მამაო. თუ შეიძლება რომ აი ეს რო ძლავროთ უფრო რწმენა ამ ამბავში, აი რა უნდა ქნას მამაო, იმიტომ რომ წეგან თქვენ ახსენებდით, რომ აი საწვავზე რო თქვით თუნდაც მანქანაში თუ საწვავი, აი რითი უნდა გაძლიერდეს მამაო ადამიანი. ძალიან მარტივია ჩემო კარგო ეგ საკითხი, რატო იცი? ხო, მაგრამ თვითონ მამაო ძნელია შესასრულებლად, როცა რთული სიტუაციის, აი გადასაჭეხად რო დგეხარ, მაშინ აი მართლა ბოროტი წარმიგენ ხარ, რა დღეში ხარ ჩავარდნილი. მე როგორ გათამაშებს და აი აქედან ეხა გაძრომა იმით რომ მე ჩემი ღმერთი ძლიერია და ეხლა რას გიზამ და მე არაფერს არ მეშინია, ცოტა რთულია მამაო. იმიტომ ამდენი ნარკომანია, ამდენი თვითმკვლელობა, ამდენი რაღაცა ლოთობა ყველაფერი, იმიტომ რომ ამ პრობლემებს ვერ ერევიან და მე აი ამით ცდილობენ გაქცევას. მე ზეციდან გადმოვარდნილი კი არ ჩვეულებრივი ადამიანი გავიარის საფეხურების, ტკივილების, განსაცდელების, სიხარულები და საკუთარი მაგალითით მაგიტომ გეკითხებით, ხო რომ პასუხი მისცეთ იმ ადამიანს რომ დაიხმო. გავცე პასუხს. განა შეიძლება რომ ეხლა მე ავიღო ბურთი და წავიდე და თბილისის დინამოში უნდა ვითამაშო მეთქი. ან ბარსელონაში, ან არსენალში რა, ხო სასაცილო იქნება. გო დინამო უფრო შეიძლება. ხო, მე რის თქმა მინდა იცი რომ ის მორწმუნეობა რომელიც ამ პრობლემებს გაძლევინებს უცბად არ ყალიბდება. ხო. ჩვენ გვინდა ხომ რა იცი ადამიანებს? აუ რა სწორს ზანებთ. აი წავედით ნერგი დავდგეთ ვაშლი და შემოდგომაზე გვინდა იმდენა მოსავალი მივიღოთ რომ არ არის ეგრე ხალხო იმ ჯერ უნდა ორმო მოთხარო მერე ნერგი იშოვო დარგო მორწყა გასხლა გათოხრო მერე კიდე მეორე წების მორწმუნეობაც ესე შენდება ერთ დღეში არ შეიძლება კაცმა გაიღვიდოს და მორწმუნე ვარ ერთ დღეში გაიღვიდოს და ურწმუნო ვარ არ არის ეს ამას ჭირდება დრო ამაში რატომ მიყავს ბავშვები პირველ კლასში? პირდაპირ მაშინ მე-12-ში მივიყვანოთ და რაზე ვაწვალებთ ამ ამოცანების ამოხსნას, ამ გაკვეთილების სწავლას და პირდაპირ 1-2 გაკვეთილი ჩაუტაროთ და ვიცეთ ატესტატი. ან უმაღლესი რა ეს უნდა მომზა ჯერ ბავშვმა უნდა ისწავლოს ამბანი, მერე უნდა ისწავლოს წაკითხვა, მერე უნდა ისწავლოს გაგება, მერე უნდა ისწავლოს შეკრება და ნელა და ავა მერე ინტეგრალზე და დიფერენციალზე და ნიუტონის კანონებზე და აინშტაინის ფორმულაზე. და ეს ნელა ხდება, ისე მორწმუნე, ჯერ ჩვენთან რომ მოდის მრევლი, მოდის ადამიანი, მამო, მეუბნება რომ მამო, იცი რა, მე მინდა რომ მორწმუნე გავხდე ეკლესიის დიდი სიამოვნებით, დაგეხმარებით, გასწავლით. და ეხლა თქვენ აი ამ ვაძლებ დავალებას აი ეს დაიკითხე დილის ლოცვა, საღამოს ლოცვა, ოთხშაბათს პარასკევს იმარხულებ და გადაავლე შენ ცხოვრებას თვალე რა შეგეშალა რა ვის რა გულიათ ნელა მოდი ჩამოვწეროთ და მე ახსარება ვთქო და ასე ნელა და 5 წლის მერე გახდები მეთქი მორწმუნე. როგორ ახლა არა ვარ მორწმუნე? როგორ ხარ მორწმუნე? ჯერ ახლა მოხოდი არაფერი გაგიკეთებია.
ეკლესიაში შესვლა კი არ არის მორწმუნეობა. სამთლის დანთება. მე რომ ამ წესებს გასწავლი, რომ ამ წესებით რო იცხოვრებ, იმიტომ კი არა რომ ერთმა მითხრა, მამა, მოვალ ეკლესიაშიო, კარგი მორწმუნეო, წავალის ერთი მთლევარო. როცა ხვალ ისე უნდა წაიღო შენი მორწმუნეობა, ის კაცი, კაი კაცი უნდა იყოს, სადაც წახვალ. ისე უნდა იცხოვრო, რომ არ შეგწყვეს შენი საქციელის. და ამას რომ მოუგროვებ ამ განს. წმინდა მამები რამდენი წელს მერე ხდებოდნენ. თქვენ რა გონიათ ახლა შიომღვიმელი მღვიმეში რო ჩასულიყო და იქ არ ეცხოვრა. იმას არა სათოხში წაიყვანდა წყლის გასატანად. მამები გვასწავლიან რომ 30, 35, 40 წლის მერე ხდება მამაო გასხიოსნებული, გამბრძნობილი. ის 35 წელი ერთი და იგივე საკეთებს ის. ლოცულობს, ევედრება უფალო, შემეწიე. იმას კი არ თხოვს ბევრი ფული მინდა და ქონება მინდა. თვისებები მაინც, აი ზუსტად მაგას ნელა-ნელა უნდა მოგროვდეს. აი მამა მორწმუნეთ, ვინით, აი იცით რატო, აი რა მაინტერესებს, ყველაზე მთავარი რაც არის, რომ კითხოთ, რომ მატერიალისტი ადამიანი არ მიმაჩნია, რომ მორწმუნეა. აი არსად მამა, თუ გინდა ის იყოს, რა ქვია, რა ვიცი, გუმბათი ედგას თავზე. თუ მატერიალურად აზროვნებს ადამიანი, ჩემთვის არ იქთვლება მორწმუნე. თუ შეიძლება მამა, არა, მე გეკითხებით. მოდი არ ვიკამათოთ, გეხვეწები. მე ვკითხულ, აი თუ შეიძლება დღე-დაღამე ფულზე რო ფიქრობს, ან ფულის გამო რო შეუძლია შენ გაკიდოს რაღაცა, რამდენად შეიძლება ეს ადამიანი მორწმუნე გაგიშალე. ბოდიში ბატონო გიორგი მე არ თვლი ფულზე რას გეუბნები, ანუ შეიძლება ქონებაზე, შეიძლება იმაზე, ხო, აი წეღა რო ახსენეთ თქვენ მიწაზე. მატერიალისტად მე ვთვლი, ახლა ვინც ფიზიკას იცის და ბიოლოგიას. არა, მამა, მე სხვანაირად გეუბნებით. ანუ ქონებაზე და იმას მატერიალზე რო არის გადა ის ავადმყოფია. ხო და ეგ ითვლება მამა. წეღანაც თქვი მე. ხო. წეღანაც თქვი ციტატა ბიბლიიდან დიდარო ეს ქონება შენი არ არის. მოსავლელად მოგეჩი. კიდე აქ მეორე უარესი კიდე განმარტება იმ ადამიანს, რომელიც ასე ქონებაზეა დახარბებული ცხოვრებაზე. იმას ქონება რო არ მიცე, რა მოუვა იცი? კაც შეჭამს ცოცხლად, მოკლავს. ამიტომ ღმერთი უყრის იმას აკენკს. აი ხო ყოფილა რომ ქუჩაში გაგივლია ზაღლია და ჯიბეში ჩაგიგდია რაღაცა საჭმელი პურიან კალბას თუ რაღაცა და გადაგიგდია და გავარდება იმისკენ და შენ გაივლი წყნარად. ასია ესეთი ადამიანი ღმერთი დაუყრის რაღაცას. ის თავის ოჯახის წევრსაც არ დაინდობს. ის ავადმყოფია. ნუ გშურსო მდიდარისაო, ისი ვერაფერს ვერ წაიღებს, ესე ფსალმუნები გეუბნება. ყველაფერს დატოვებს ვაკო. ისე როგორ გამწარდება მე? არა, არ გამწარდება ის ვერაფერ. ნუ დახედავს ემუდორ მაგის ქონება სხვები ანიავები. შეიძლება გული მეორე იმპაქტი ზემოთ მიიღო. ანეკდოტი მამა გვდება და ვერ მიგაგზავნა. ამას შენ გიტოვებო იმას შენო ხო და ვერ მიგაქვს თორე რას დაგვიტოვებდიო ხო? ხალხური სიბრძნე ახლა ეს შემთხვევით ადამიანის ბუნება ჩანს. ვერ მიგაქვს მამიო თორე რას დაგვიტოვებდი. აი ესეთი ადამიანები ცოდოები არის. ო მაგარი. ძალიან ცოდოები არის. ძალიან მაგარი. თან ბოლო ყველას ერთი აქვს რაღაცა თან მაგარი. რა არის? ერთნაირი ადამიანებს ერთნაირი ცხოვრება აქვს, ერთნაირი ბედი აქვს. ერთნაირად ისჯებიან. კარგი ადამიანი პირიქით. ერთნაირად ლაღები არიან. სიხარულია. არის ხო ხედავთ ახლა აცნობებში ახლა ვიღაცა სულ ხიარულად არის, ვიღაცა სულ დაბღვერილი დადის, ვიღაცა სულ უკმაყოფილო დადის, არაფერი არ მოწონს, არავინ არ მოწონს. არც ოჯახის წევრი მოწონს, არც მთავრობა მოწონს, არც ეკლესია მოწონს. აი რა უნდა რო კითხო, ვერ ჩამოგიყალიბებს. არაფერი არ მოწონთ ადამიანებს ზოგს. ესე მომრავლდა იგითი ხარ მამა. რა რიცი? იმდენად დაძაბული ფსიქოლოგიური გარემო შეიქმნა. ჩვენ შევქმნით, კი არ შევქმნი არავის. ჩვენა ამ ბოლო ესე იგი გაბოროტდა ადამიანი. რატო იცი? ჩვენა ეკლესია გასწავლის რომ მტერი როა მოყარეთ გადაიქციეო, მოყარეთო. და ჩვენა მოყარეს ამ ტრათ ვიქცევთ კაცო.
მოყვარეთ მოვიდა კაცი. რად გადავიდა ჩვენ ახლა ერმა რომელმაც შექმნა სტუმარმასპინძელი ვაჟას არ უდაქეთელაურდეს რამები ამის მერე როგორ შეიძლება ისეთი რამები გავაკეთოთ აი მწვენია ხომე რა ისეთ რამებს ვაკეთებთ აი კურიოზები არის კურიოზი ნეტა მარტო კურიოზი იყოს და სიბოროტეა რა მაგრამ არა ბოროტული კურიოზია ახლა არ დავარქვის ახლა კურიოზი შეიძლება კარგიც იყოს მაგრამ ბოროტული რომელიც ისევ ჩვენ გვწამლავს ეხლა მამა ხშირად უკვირდები ხოლმე ადამიანებს რომ აი ესეთ ადამიანს უცბად გულსატკენენ ან მოინდურებენ რაღაცა რომ ფიქრობ რომ მეთქი აი ამის გარეშე აი შეიძლება შეხედო და ფიქრობდე კიდევაც რომ აი ამ ადამიანთან რომ მეგობროს ამის გამო გიყვარდეს ის და ამას რომ მოინდუროს მეთქი ეს მე გამომადგება ეგეთი რაღაცა ანუ ჩვენ უნდა დაუკვირდეთ იმიტომ რომ აი მართლა დღეს მამა ბევრი ადამიანების ანუ აი სტრუქტურა იქნება თუ რაღაცა მაგიტომ დაინგრა მამა რომ ვინც დასაფასებელი იყო და მართლა ერთგული იყო მაგ ადამიანი არ დაინდეს მას არც ეს პატივი და მაგიტომაც ხდება ხოლმე აი ძალიან ბევრ მამა მოდი რა არის იცი ბატონო ჩვენა სხვადასხვა საკითხებს ვაუბრებთ ერთმანეთს არა ეს კონკრეტული საკითხი ამასაც გეუბნები რასაც ვამბობ მამა ეგრე არის კონკრეტული საკითხია მაგრამ ჩვენ დღეს ქვეყანაში ერში ბევრი პრობლემა გვაქვს ეგ კიდე თალკი ეხა ერის პრობლემას არა მაგრამ ჩვენ ხო ერის წევრები ვართ ერი რა ერი არის ერთობლივობა ადამიანებისად ხა თითოეული ეს პატარ-პატარა მე პატარ-პატარა კუტოკებზე გელაპარაკები ხლა რომ ეს რაღაცები შავდება ხოლმე მამა რა ხშირად ადამიანს აი სტიმულს უქრობენ მე მიხვდით მამა ყველა წამო ეხა მაგალითად რაღაცა რო გინდა აი სასიკეთო გააკეთო ყველა დაგიპირისპირდება რომ აი შენში ის სიკეთის მუხტი ჩააქრონ ის სიხარული ჩააქრონ ამიტომ ჩუმად გააკეთე გასაგებია მამა მაგრამ ვიღაცას რო უკეთებ ჩუმად როგორ გააკეთებ ეხა ფეხი რო გტკივა და რომ უნდა გადაგიხვიო ეხა ჩუმად სადვეძებო ეხა შენ ვინ გეტყვის რა ვინახო ვინ გიხვევს ფეხს ხო ვინ გეტყვის ნუ მიხვევ ფეხსო არანაირი სიტყვაზე მამა აი ამასაც ანანებას უხდიან მამა დედა რო შვილზე დარდობს რომ აი ესა გამიზდიაო ხო ესეც ხო ის არის თქვენ არიცით მამა კი როგორ არ ვიცი კაცო ხო მოდიან თქვენთან მამა რომ ის არა ჩვენ რო ვიცით იმდენი თქვენ რას ხედავთ ვერაფერსაც ვერ ხედავთ ძალიან ცოტას ჩვენთან მტკივნეულია მე თქვენ მივიდით კულისებში და ფრონტის ხაზია ჩვენთან ფრონტის ხაზი ძალიან სირთულია ჩვენთან ყველაფერი სანანებას უხდიან ადამიანს რა სიზა აბა ეგრეა ხა ვინც დაითმინოს სრულიად თქვენ მამა აი ოღონდ ხა ადამიანური თვალსაზრისით გეუბნები ხა ვიცი რომ დაიწყებ უარყოფას ამისას მაგრამ არ გაგიკეთები ხა ესეთი რაღაცა რომ სანანებელი გაგხდომია სიკეთე რომ გითქვამს რომ აი რა გინდა შვილო და არა ნამდვილად არა ვიცოდი რომ არ სიტყოდა მაგრამ ეს თქვენ ხართ ერთი არა მე არა ვარ ერთი კაცო ისევ სახარებას ღორსა და ძაღლს ანუ დაუყრი მარგალიტს ხო მაგრამ არ შეგშლე ახლა რომ ღორისთვისო დაგიყრი ახლა ეგეთი რაღაც არ გაგიკეთებია შენ სიცოცხლეში ველის ახლა ერის ერობაში შეიძლება შემშლია რაღაც მაგრამ ხო მაგრამ ხომოს მოგსვლია ცხოვრება როგორც სამღვდელო უნდა დაფიქრდე იმიტომ რომ ჩემმა ქმედება მის კიდევ უარეს დღეში არ ჩააგდო ხო მამა მაგრამ როგორი მწარია ხო არა მწარი რა ახლა თვითონ დაზარალდება ახლა მე რომ სიტყვაზე რომ კაცმა მთხოვა დაუშვათ სიტყვაზე მაგალითისთვის ფული მთხოვა მივეცი წავიდა და დათვრა ახლა ეგზე რა თავის თავსაწყეინა ხო გამოშტერთ არა მამა თვალზე სიმთვრალეზე არა მოგიბრუნდა აი მაგალითად თქვენ გამიკეთეთ სიკეთე მოგიბრუნდი რა გაიკეთებია სიტყვაზე და რაღაცა გეტყვი დიდი მადლობა არაფერი გამო არა მამა ხო მაგრამ ეს ხა თქვენ არქიმანდრიტი ხარ შენი ჭირიმე ქუჩაში მაიასთვის ცოტა ძნელი დასატევია რა შვილს რო ქუჩაში გაუჩერები ვარ და შეურაცხყოფა მოვუყენები გავს რომელსაც არ მიცნობდა და არ ვიცნობ ხო მადლობა გადაუხოდე და წავედი და აყოპირი ხო მამა მაგრამ ხო სატკენია როცა ადამიანის მე ახლა ვირისგან წიხლი არ უნდა ხო მაგრამ მამა ნახეთ ახლა ადამიანები დღედაღამე მოშრომობენ ლოცულობენ ჩვენთვის ესე წვალობენ რაღაცები სიტყვაზე იგივე პატრიარქი იგივე ძალიან ბევრი სასულიერო პირი და უცებ ბახდა ვიღაცები ლაძებავენ შენი ჭირიმე ჩემი შემფასებელი და საჩუქრის მომცემი და დამსჯელი არის ღმერთი მე სხვა ყველას არავის არ უცნობ მაგ თვალსაზრისით მე მაქვს ხა ვიცი ხები ხა ვისაც ველაპარაკები და მაგიტომ არ შეგედავებით მამა
მე მგონი ეგრევე ზეცასთან მოქვს კავშირი და მაგითო მიწყებ რაღა გავაკეთო არა კაცო ახლა რა რიცი მე გავედი უბრალოდ მოკვდავებზე ჩემო გიორგი მე გავედი მაგ არეალიდან როდესაც ეს არის და ვიც არის მამო დარჩენილი 2 რამდენი ვარ დანარჩენი სულ 3 მილიარდი ხო ვართ მე ხვის მაგირად პასუხს ვერ ვაგებ ჩემ მაგირად ვაგებ ხო მაგრამ აი მე ანუ როგორ დავარიგოთ მამო ეგენი რომ ანუ როგორ გადაიყვანო ეკლესიაში უნდა მოვიდენ უნდა ივარჯიშონ მათემატიკას რატო ვასწავლით იმიტომ კი არა რომ არითმეტიკა ისწავლოს და რაღაცა იმიტომ რომ აზროვნება ისწავლოს ხო სწორი ბრძანდებით იმიტომ კი არ ვასწავლიდან ჩვენ რომ იმას მასწავლებელს და ის გამომცემლობას და სამინისტროც ამოხსნილ ამოცანებს დაწერდა და წაგვეკითხა მაგრამ ვერაფერი დაგვრჩება თავში უნდა იწვალო იშრომო რომ შედეგი მიიღო აბა სხვანაირად არ გამოუღო არა იცით რა მამო აი გული რაზეა დასაწყოთი იცით რომ ხა გუში ხარება იყო ხო რომ ჩვენ ერთმანეთს გასახარად გავჩდით და ის ადამიანები ვინც ერთმანეთის გასახარად გავჩდით ყველაფერს უშავებთ ერთმანეთს წარმოი აი თქვენ რო თქვენ ხა ნებისმიერი ადამიანი ჩვენ გავჩდით იმისათვის რომ ღმერთმა იფიქრა რომ აი ამ ადამიანს აქ რო ეს მიუსვა სიტყვაზე დაეხმარება გაახარებს ადამა მოიწვია გააჩინა ხელს ნუ შეუშლით ერთმანეთს ხო და აქეთკენ პირიქით მამო როგორ ტკივილს ვაყენებთ ერთმანეთს როგორ შეიძლება ხო გიორგი ჩვენ ადამიანებს აქვს ერთი ცუდი ისე გვინდა დიდი საქმეები გავაკეთოთ მოდი ჯერ ვისწავლოთ რომ არაფერი გავაფუჭოთ ხო აი ბავშვებს ის პატარა ბავშვი რომელიც ნელ-ნელა სიარულს სწავლობს თამაშს სწავლობს ჯერ თავიდან აფუჭებს ყველაფერს და ყველაფერს ნებას ვაძლევთ და მე ვეჩხუბებით ამას ნუ აფუჭებ ნუ ასწავლი თავიდანვე გაფუჭებას ისეთი სათამაშო მიეცი რითაც ითამაშებს და თავის ცნობიერებას გაამდიდრებს ვაფუჭებინებთ არა უშავს როგორ არა უშავს ეჩვევა ის ნუ ვაფუჭებთ მაგრამ უბედურება ის არის დიდები უფრო ბევრს ვაფუჭებთ ვიდრე პატარები და მე გვიკვირს რატო ბუმერანგი ვითარ რომ გაისვრდა ისევ თავში მოხვდება რა გინდა ნუ გაისვრი და გეხოცე ბოლო 2 წუთი და რა მოგვიბრუნდება უკან მამო აი ყველაფერი აი მაინც ანუ სიკეთეც და სიგლახეც ხო აი როგორ რასახით მამო ან ვისაც არ უბრუნდება გონია არა ეგ ახლა თვალებს თუ დახუჭავ რა ვისა მოატყუებ ყველაფერი რასაც გასცემ შენია რაც არა დაკარგულია ეს და სიკეთეს გასცემ იგივე და არც ერთი მისხალი არც სიკეთე და არც ბოროტება არ გიბრუნდება აქ არის ერთი ნიუანსი არ იკარგება ერთი ნიუანსი უნდა აღვნიშნო აი როდესაც კაცი მარტოა როცა კაცი მარტოა შენ ახარ რომ შეცოდავ რაღაცას შენ გიბრუნდება შენ მეს აი როდესაც ოჯახი გაქვს შვილები იმათაც გადადის ყველაზე მტკივნეულია შვილისა და შვილიშვილის ტკივილი რომელსაც ვერაფერს ვერ შველი ამიტომ ადამიანმა არ უნდა ჩაიდინო ცოდვა არ უნდა ჩაიდინო სიკლახე რომ შენი შთამომავლობა არ დასაჯოს პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილიო კეთილი უნდა მეტი რო არაფერი ყოფილიყო ქრისტიანობაში აი თუნდაც მაგიტომ უნდა აკონტროლო კაცმა შენი თავი რომ მომავალ თაობას მომავალ საქართველოს სიგლახი არ დაუტო იმიტომ რომ ის ადრე თუ გვიან თავისას მაინც გააკეთებს ხო და რა გვინდა მე ვის ვეჯიბრებით ძალიან დიდი მადლობა თქვენ გაანულეთ აი ბოლო წუთი დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენ ცხოვრებაში ისეთი ბედნიერი ვარ მამო არ მინდა იმდეს მაფრთხილებს ხოლმე მე რამე ცუდად არ მომიბრუნეს არ მაქო და ცუდს ვიტყვი მეთქი კაი ცუდი თქვი რატო უნდა თქვა არ ვიცი მაგრამ ძალიან მიყვარს ეს ადამიანი მალლა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავთ მამო ჩემი მთელი ბავშვობა გიყურებ თქვენ მამო და მართლა მიხარია რომ ხართ ჩვენი ეკლესიის წევრი დიდი მადლობა მამო დიდი მადლობა ბედნიერ ბზობას და აღდგომას გისურვებთ
მადლობა დიდი და აი ხვალ დაგიბრუნდებით მამა ალექსანდრე ბოლქვაძესთან ერთად, რომელიც აი ვიცი, ჩემთვის არის მართლა ყველაფერია ეს ადამიანი, აი წეღარო ვამბობდი, რომ ადამიანების აი მართლა სიყვარული და ის აი ამ კაცს შეუძლია მართლა არაფერზე არ ფიქრობს იმის გარდა იმისა, რომ ადამიანები გაახაროს და მადლობა ღმერთს, რომ მართლა ვინც მის ირგვლივ ვართ, ყველა ის ადამიანები, ეს ადამიანი ყავს. რა სხვათა შორის თქვენ რო არ იქნებით, მაშინ შეგაქებთ ზუსტად. ეხლა მივხვდი რა, ეხაც მამაოს რო შევაქებ. არაფერს არ იცი. კარგად ზარდებოთ, ხვალ დაგიმუნდებით საღამოს რის ნახევრის მე გახდით გიორგი დარასელია, მამა პეტრე ძინძიბაძე გახდა ჩვენი სტუმარი. ფონდი ერთობა ქართულად შეგიძლიათ მოიწონო და იქიდება ეს გადაცემები და პატიმრებს კიდე ჩემგან გაძლება და ხნეობა მინდა გისურვოთ დიდი სიყვარული და პატივისცემი და გაუძელით ფიქრს გაიქეცით და აუცილებლად მალე გავა ეგ დრო და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ბევრი არ იფიქროთ რომ დარდი არ მოვიდა.